ძვირფასო თანამემამულე. მე მინდა მოგმართოთ მუხროვანის ნაწილში გარკვეული არეულობის ცელობებთან დაკავშირებით. როგორც იცით, უახლოეს დღეებში საქართველოში იგეგმება ნატოს სწავლებები, იგეგმება 6-ში, 7-ში, 8-ში პრაღაში ევროკავშირის სამიტი, რომლის ფარგლებში საქართველო აფორმებს ევროკავშირთან აღმოსავლური პარტნიორობის ხელშეკრულებას. ეს არის პირველი მოვლენა, არის მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენა, იმიტომ რომ პირველად რუსეთის აგრესიის შემდეგ ნატო აკეთებდა დგავდა ამნაბის უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე და მეორე მოვლენას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, მე ვიტყოდი ისტორიული მნიშვნელობა, იმიტომ რომ საქართველო პირველად ამყარებს ინსტიტუციურ კავშირს ევროკავშირთან, ჩვენ ბუნებრივ პარტნიორთან, ჩვენ პოლიტიკურ და სოციალურ და ეკონომიკურ მომავლის არსებობის არეალთან. აი ამ სიტუაციაში, როგორც თქვენ ალბათ ადევნებდით თვალყურს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, უამრავი რიტორიკული მუქარა და კონკრეტული პროვოკაციები განხორციელდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. თქვენ იცით, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში რუსებმა გაასამაგა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი სამხედრო ძალის რაოდენობა და განალაგა პრაქტიკულად მთელი შავი ზღვის ფლოტი საქართველოს საზღვაო აკვატორიაში. ეს, რა თქმა უნდა, იყო უკიდურესად პროვოკაციული და საშიში ნაბიჯი. გათვლა ამ ნაბიჯის იყო იმაში, რომ საქართველოს დედაქალაქის შუაგულში მოხდებოდა მასობრივი არეულობები, არამე სახის ძალადობა განხორციელდებოდა და შემდეგ განვითარდებოდა სცენარები საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ბუნებრივია საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. მაგრამ თქვენ კარგად ნახეთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულეო, როგორი თავშეკავება გამოიჩინა საქართველოს მთავრობამ. როგორი უკიდურესი სირბილით და მაქსიმალური ყველანაირი ემოციის გარეშე და მაქსიმალურად გახსნით დიალოგისთვის იყო ჩვენი რეაქცია, მათ შორის იმისათვის, რომ არ მიგვეცა საბაბი საქართველოს მტრისთვის. ჩვენ მოიქცეთ ისე, როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნები არ მოიქცეოდნენ და არც მოითმენდნენ ამას. მაგრამ ჩვენ ვიყავით კონკრეტულ სიტუაციაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოველთვის ყველა სიტუაციიდან გამოსავალი არის დიალოგი და ჩვენ არ დაუშვით რაიმე სახის პროვოკაციები თბილისში და საქართველოს სხვა ადგილებში და მე მინდა ამისათვის ყველა პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას უთხრა მადლობა და კიდევ ერთხელ დავადასტურო თანამშრომლობისთვის ჩვენი გზატკუპრა. მეორე მხრივ, თქვენ ასევე ნახეთ ის ისტერიული მუქარები, რომელიც გაისმოდა ჩვენი ტერიტორიის ოკუპანტი ძალის რუსეთის პოლიტიკოსების მხრიდან, მათი სამხედროების მხრიდან, მათი უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან. ისინი ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ ნატოს სწავლებას საქართველოში, რომ მათ გააჩნდათ ამისთვის საკმარისი ბერკეტები, მათ გაზარდეს თავის კონტინგენტის რაოდენობა ბოლო დღეებში, განალაგეს ეგრეთ წოდებული მესაზღვრეები ყველა საერთაშორისო ნორმის უხეშად ფეხქვეშ გათელვით საქართველოს ტერიტორიაზე და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სიტუაცია დაეწაბათ. აი ამ სიტუაციაში და ამ მდგომარეობაში ყოფილი გვარდიელების და ყოფილი სამხედროების ერთმა ჯგუფმა, რომელთა კავშირი სხვადასხვა კონკრეტულად ერთ ქვეყნის სპეცაგენტურასთან ჩვენთვის დიდი ხანი არის ცნობილი, ცადა და ცდილობს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, მუხროვანის სამხედრო ნაწილში არეულობების ორგანიზებას. ახლა სამხედრო ნაწილში არეულობა ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველგვარი არეულობა, იქ სადაც არის იარაღიანი ხალხი, არის ხელისაღმართვა საქართველოს დემოკრატიულ სისტემაზე, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებაზე, საქართველოს კონსტიტუციაზე, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუციით ყველა სამხედრო ნაწილი ექვემდებარება კანონიერად არჩეულ სამოქალაქო ხელისუფლებას და ეს არის ყველანაირი მცირე არეულობაც და ყველანაირი მცირე ექსცესების შექმნაც კი არის ძალიან უხეში გამოწვევა
საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგისთვის, საქართველოს სტაბილურობისთვის ემუქრება თითოეული ჩვენი მოქალაქის მომავალს. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ამას განვიხილავთ სერიოზულ აქტად. ჩვენ ამას განვიხილავთ სერიოზულ საფრთხედ, ჩვენ ამას განვიხილავთ სერიოზულ გამოწვევად. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ეს არის იზოლირებული ინციდენტი, იმიტომ რომ არც ეს ყველა სამხედრო ნაწილს ეს რა თქმა უნდა არ გადადებია, ამჟამად გამოცხადებულია განგაში, სხვა სამხედრო ნაწილებში და სიტუაცია არის ჩვეულებრივად, როგორც იყო, ექვემდებარება კონტროლს და თლიანად ქვეყანაში არის წესრიგი, სიწყლარე და ზოგადად ამას ამ ეტაპზე არაფერი არ ემუქრება. მაგრამ მე მინდა ერთი რამე გვესმოდეს. ეს არეულობის ინსპირაცია არ არის არანაირად დაკავშირებული სოციალურ პირობებთან. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ ჯარს აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ ოფიცრებს აქვს განსაკუთრებული დაფასება ქართული საზოგადოების. ეს აღარ არის შევარდნაძის დროინდელი ფეხშიშველა, შიერი, არადისციპლინებული ჯარი. და როგორც ჯარი აღარ არის იგივე, ისე ვერავინ ვეღარ დააბრუნებს ქვეყანას არეულობაში და ქაოსში 90-იან წლების. ჩვენ ეს კარგად გავიარეთ, ჩვენ კარგად ვნახეთ, რას ნიშნავს შეიარაღებული ფორმირებები, გასამხედროებელი ბანდიტები, რომელიც დადიოდნენ თბილისში და სხვა ქალაქებში. უხეშად არღვევდნენ ყველა მოქალაქის უფლებას, ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ჩვენი ქვეყნის დოვლათს. ძალიან ბევრი წელი დაჭერა საქართველოს და მათ პარპაშ და თარეს საბოლოოდ ბოლო მოუღო სწორედ ვარდების რევოლუცია. მე მინდა შეგახსენოთ, ის ხალხი, ვინც ახლა ცდილობს არეულობის ორგანიზებას, ძირითადად არის ვარდების რევოლუციის შემდეგ ჯარიდან დათხოვნილი ხალხი, რომელთაც უნდათ ამ ყველაფრის უკან დატრიალება. უნდათ დაბრუნება 90-იან წლებში და საბოლოო ჯამში მოქმედებენ უცხო ძალასთან კოორდინაციით და მის დახმარებაზე სრული გათვლით. მე მინდა ასევე კატეგორიულად მიმართო და მე მინდა გავაფრთხილო რუსეთის ფედერაცია. ყოველგვარი ცდელობა სიტუაციის ესკალაციის და დაძაბვის საქართველოს შიგნით კიდევ უფრო მეტი დაძაბვის ოკუპირებულ ზონებში და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებითი ფორმირებები არის იქ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შავი ზღვის ფლოტმა დაიწყო ახალი მოძრაობები, ეს ყველაფერი ატარებს ძალიან პროვოკაციულ ხასიათს და ძალიან დაჟინებით ხო და მოვითხოვ ჩვენი ჩილოელი მეზობლებისგან. თავი შეიკავოს მსგავსი პროვოკაციული მანევრებისგან, თავი შეიკავოს ყველა სახის პროვოკაციებისგან. იმიტომ რომ საქართველოში ეს პროვოკაციები არ გავა და ქართველი ხალხი ამას არ წამოეგება. ეს არის ძალიან მარტივად უნდა იყოს მათთვის გასაგები. მე გავეცი განკარგულება პოლიციის და სამხედრო ძალების შესაბამისი მოქმედების, პოლიციის შენაერთები არიან მთლიანად მობილიზებულები, ბუნტი და არეულობის ცელობის ინიციატორები არიან იზოლირებულები. დილიდან ჩვენ ჩემი დავალებით ვაწარმოებით მოლაპარაკებებს მათთან. იქ იყო სახმელეთო ჯარების სარდალი თელია რამდენჯერმე, იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ახალაია და ამჟამად იქ იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი. მე ვესაუბრე თვითონ ამ არეულობის ერთ-ერთ ორგანიზატორს და მე მას ვუთხარი. ჩვენ მათ მადლებს საშუალებას, რომ გამოვიდნენ, დაგუნებდნენ, დალებდნენ სამართალდაცვო ორგანოებს, განიარაღდნენ და ეს იქნება მიღებული მხედველობაში როგორც შემამსუბუქებელი გარემოება. მაგრამ ილუზია ნურავის ნურაფრის ნუექნება. როცა ტერი დგას საქართველოს შიგნით, საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში, როცა ჩვენზე დამიზნებულია უამრავი რაოდენობის არტილერია, როცა შავი ზღვის ფლოტი დათარეშობს ჩვენ ნაპირებთან, როცა ყოველდღიურად მოისმის მუქარა და ყოველდღიურად ისმის პროვოკაციული განცხადებები. ჩვენ ვერ დავუშვებთ რაიმე სახის გრძელვადიან არეულობას საქართველოში, იმიტომ რომ ეს იქნება დემოკრატიის გულში ჩაცემული მახვილი, ეს იქნება ქართული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული ძალიან საშიში აქტი აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით. ამიტომ ჩვენ ამ გამოწვევას ვიღებთ ძალიან სერიოზულად და ჩემი დავალებით
მათ აქვს მიცემული დრო, რომ ჩვეულებრივად სამართალდაცვა ორგანოებს ჩაბარდნენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იქნება გათვალისწინებული როგორც შემომსუბუქებელი გარემოება. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც იქ არის, ამაში თავის ნების წინააღმდეგ მონაწილეობს და ეს ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ ეს არ ამართლებს მათი ყოფნას. მაგრამ ქართული დემოკრატიის, საქართველოს თავისუფლების, საქართველოს ცნიანობის დასაცავად ქართული სახელმწიფო და ყველას შესაბამისი ორგანო არიან მზად მიიღონ ყველაზე გადაჭრილი, ყველაზე გადამწყვეტი ზოები, რათა აღიკვეთოს კონსტიტუციური წესრიგის, ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი თავისუფლების შერყევის და ძირგამოთვლის ნებისმიერი მცირე და თუ დიდი მცდელობა. საქართველოს აღარ არის 5 წლის წინანდ სიტუაციაში, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვაპირებთ, ვიმოქმედოთ როგორც სახელმწიფო და მე ვთხოვ ჩვენ მოქალაქეებს, იყვნენ მშვიდად, მე ვთხოვ მათ, შეხვდნენ გაგებით იმ მოქმედებას, რომელსაც განახორციელებდა საქართველოს სახელმწიფო ამ სიტუაციაში და რომელსაც განახორციელებდა ყველა პასუხისმგებელი ქართველი მმართველი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. ჩვენი ისტორია სავსეა მაგალითებით ღალატის, მსგავსი არეულობების, აჯანყებების, სხვადასხვა გარეძალებზე მუშაობის და ციხის შიგნიდან გათქმის ცელობის, ამჯერად ციხეს შიგნიდან ვერავინ ვერ გატეხს. ჩვენ მოვიქცევით სრული პასუხისმგებლობით და პირადად მე როგორც პრეზიდენტი და ქვეყნის უმაღლესი თავარსარდალი, ქვეყნის ისტორიის, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოების და თავისუფლების და ჩვენი დემოკრატიის, დემოკრატიული სისტემის წინაშე.